Toro ბუნებრივია მათ ეშინიათ როგორც ნებისმიერ ისეთ რეჟიმს რომელიც კრიზისშია და რომელსაც უკვე აქვს შფოთვა, იმიტომ რომ რესურსიც აღარ აქვს, ეშინიათ სიახლის, ეშინიათ მოულოდნელი პროტესტის გაჩენის და ახალი კერების გაჩენის, იმიტომ რომ ნუ ხედავთ რა კრიზისიც აქვს ახლა შპანა ყავთ და შპანის ამარა არიან დარჩენილები მოძალადეების, კრიმინალური ჯგუფების და თვითონ კრიმინალური ორგანიზაცია ქართული ოცნება და ესკალაძე გაურკვევლობა ამბიციური რომ კიდე თავხედით ან როგორი რომ აქ ქალაქის ცენტრში გადაწყვიტა თავისი შტაბის მოწყობა რუსული შტაბის მორიგი რუსული შტაბის თბილისში რაც არ გამოუვა ჩვენ ნახეთ რაც ქნეს ახლა არ ამგონია საქართველოში რა პოლიტიკური გემოვნებაც არ უნდა ქონდეს ადამიანს და სულელი იყოს და ვერ ხვდებოდეს რომ ივანიშვილი საქართველოს არ უსებს მას სიამოვნებდეს გოგოების გალახული გოგოების და როგორც ცემენ ახალგაზრდა ქალებს და ამის ყურება. დღეს ნახეთ კალაძეც, ნახეთ რას ამბობდა, რომ ესენი ქალები არ არიანო, თან დაგუცინის ეს მართლა არ არაო. კახა კალაძეს ამაზე საუბარი, ქალებზე დღეს რაც ილაპარაკა. ნუ უბრალოდ ამორალურია აბსოლუტურად თვითონ, ყველანაირად ანუ მომწყვდეულია კუთხეში და თან მთელი მათი პროპაგანდა ხო იმაზე ორიენტირებული, რომ დეჰუმანიზირება მოხდეს იმათი, ვინც აკრიტიკებს ივანიშვილს, ვინც ივანიშვილს აკრიტიკებს, ეს ამათ ესეთი დისკურსია აქვს, რომ ადამიანებად არ უნდა ჩათვალონ. ისინი ქალები არ არიან, რომ ჩვენ მოქალაქეები არა ვართ. თვითონ არ არაობები, რომლებიც მართლა ამ ბანდიტების ამარ არიან დარჩენილი, არ მინდა გამოვიყენო ურბანული ჟარგონი, პოლიციელები ზურგს უკაროდ განან და იქიდან რო იგინებიან, რა ქვია ქართულ კულტურაში და მათ შორის ქართულ ალტერნატიულ სუბკულტურაში, ამ ცუდ ტერმინს ვერ ვიხმარ ახლა. არ მიყვარს უცენზურო სიტყვები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხო, მაგრამ აი ეს ქვიათ, როდესაც პოლიციელი ზურგს უკან არის ამოფარებული ვითომ და ქუჩის ბიჭი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს მართლა არ არაობები, მოძალადეები, მაგრამ აი დღეს ხედავთ, რომ უფრო მეტი ხალხია გამოსული. რაში ხედავთ, რომ ეს ხალხი მშვიდად ვერაფერს ამბობს, ქუჩაში დადგები და გცემენ, აი გამოსავალს რაში ხედავთ? სიმრავლეში ისევ და ისევ ახალ საპროტესტო კერების გაჩენაში მშვიდობიან წინააღმდეგობაში მეტ ხალხში რომ ეს რეჟიმი უნდა დასრულდეს, ივანიშვილი უნდა წავიდეს აქედან, უნდა გაეცალოს საქართველოს, ეს არის და ეს.